აშეტეშუმ ახლახან შეაჩერა ირანის პარალელური ფლოტის ახალი გემი და აძლიერებს ზეწოლას თეირანზე კრიზისის ყველაზე მძნობიარე წერტილში, ნავთობის ფულზე. ქმედება მოხდა არაბეთის ზღვაში, ირანის პორტებზე, ამერიკული ბლოკადის ფონზე და ამ სამშაბათს 2026 წლის 28 აპრილს ვაშინგტონის გზავნილი ნათელი იყო. ირანს შეუძლია დაემუქროს ჰორმუზს, შეუძლია სცადოს დროის მოგება და შეუძლია მოძებნოს შუამავლები. მაგრამ მისი გემები კვლავ ვერ შეძლებენ თავისუფლად გადაადგილებას, სანამ ეკონომიკა სრულად არ ჩამოიშლება, ან სანამ რეჟიმი არ დათმობს მოლაპარაკების მთავარ საკითხებში. ახლავე ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ეხლა გინდა რომ არხზე გამოიწერო, რათა ყოველთვის ინფორმირებული იყო. რეალურ დროში მიიღო ინფორმაცია საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, სანდოობის სტანდარტით, მილსონ ალვესი. შეჩერებული ხომალდი არის MV7 გემი, რომელიც დაკავშირებულია ეგრეთ წოდებულ ირანის პარალელურ ფლოტთან. ეს ქსელი გამოიყენება ნავთობისა და მისი წარმოებულების სანქციების მიღმა გადასატანად, არაპირდაპირი მარშრუტებით, ფიქტიური კომპანიებით და ტვირთის წარმოშობისასა და დანიშნულების დამალვის მცდელობებით. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიხედვით, გემი არაბეთის ზღვაში USS პინკნის მიერ იქნა შეჩერებული და მიიღო ბრძანება სამხედრო ესკორტით დაბრუნებულიყო ირანში. საქმე სერიოზულია, რადგან ეს მხოლოდ კიდევ ერთი გაჩერებული გემი არ არის. სევამი 19 გემს შორის ჩანს. ანუ ოპერაცია მიზნად ისახავს სტრუქტურას, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ფული თეირანში შევიდეს, მიუხედავად საერთაშორისო სანქციებისა. ვაშინგტონისთვის თითოეული შეჩერებული ტვირთი ნიშნავს ნაკლებ შემოსავალს რეჟიმისთვის, ნაკლებ რესურსს მისი სამხედრო მანქანისთვის და ნაკლებ ძალას შეიარაღებული მოკავშირეების მხარდასაჭერად ახლო აღმოსავლეთში. თეთრი სახლი კრიზისს პირდაპირ უყურებს. ირანმა სცადა ჰორმუზის სრუტის ზეწოლის იარაღად გამოყენება. ირანმა სცადა ნავთობისა და გაზისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სრუტის გამოყენება. თეირანმა შეეცადა გლობალურ ბაზარზე შიში გამოეწვია და თმობები გამოეძალა. მაგრამ ამერიკის პასუხი იყო თამაშის შემოტრიალება. თუ ირანის რეჟიმი ცდილობს მსოფლიო ვაჭრობის დახშობას, შეერთებული შტატები მიზანში იღებს ფლოტს, რომელიც თეირანს ეხმარება ნავთობის გაყიდვაში და მისი ეკონომიკის ფუნქციონირებაში. ირანის პორტების ბლოკადის დაწყებიდან 38 ხომალდი, რომელიც ირანში ან ირანიდან მიემართებოდა, გადამისამართდა. ამერიკულ მედიაში მოყვანილი მონაცემების მიხედვით. ეს ნიშნავს დაგვიანებულ ტვირთს, დაბრუნებულ ნავთობს, საფრთხის ქვეშ მყოფ კონტრაქტებს და მყიდველებს, რომლებიც იძულებულნი არიან სხვა წყაროები მოძებნონ. ენერგიაზე დამოკიდებული ეკონომიკისთვის ასეთი წნეხი სიმბოლური არ არის. ეს პირდაპირ უთყამს რეჟიმის ბიუჯეტს. ამავე დროს თეირანი ცდილობს მოსახერხებელი გამოსავალი შესთავაზოს. ვაშინგტონისთვის პაკისტანელი ოფიციალური პირების მეშვეობით გაგზავნილი წინადადება მიუთითებდეს, რომ ირანი დათანხმდებოდა ჰორმუზის სრუტის გახსნას, თუ შეერთებული შტატები ბირთვულ მოლაპარაკებებს შეაჩერებს. რეჟიმისთვის ეს დიდი შვება იქნებოდა. ბლოკადა ძალას დაკარგავდა, ვაჭრობის ნაწილი კვლავ გააქტიურდებოდა და ბირთვული პროგრამა ზეწოლის ცენტრიდან გამოვიდოდა. მაგრამ სწორედ ეს არის ის საკითხი, რომელსაც ტრამპი არ ეთანხმება. ამერიკის პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს. თეთრი სახლისთვის შეთანხმება, რომელიც ჰორმუზს ხსნის, მაგრამ ბირთვულ საკითხს არ ეხება, კრიზისს არ წყვეტს, უბრალოდ თეირანს დროს მისცემს. ვაშინგტონი მოითხოვს, რომ რეჟიმმა დათანხმდეს მოლაპარაკებებს და მთავარ საკითხზე ისაუბროს, არ სცადოს საზღვაო ბლოკადის გამოყოფა ბირთვული საფრთხისგან. ტრამპმა ასევე გააუქმა მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, რომელიც პაკისტანში უნდა გამართულიყო. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები არ სურს მოლაპარაკებაში შესვლა ირანის ზეწოლის ქვეშ. პრეზიდენტის განცხადება მკაცრი იყო. შეერთებულ შტატებს ყველა ბერკეტი აქვს ხელში და თეირანი იცის, რა უნდა იყოს ნებისმიერ შეთანხმებაში. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, რეჟიმს შეუძლია დიალოგის დაწყება სცადოს, მაგრამ ვერ აირჩევს, რომელი თემები დარჩება განხილვის მიღმა. სევანის შეჩერება აჩვენებს, რომ ზეწოლა მხოლოდ სიტყვებში არ არის. ის ჩანს ზღვაში, სავაჭრო მარშრუტებზე, სანქცირებულ გემებზე და ტვირთებზე, რომლებიც აღარ მიეწოდება მყიდველებს. მიზანია, რომ პარალელურმა ფლოტმა აღარ გააგრძელოს ირანის რეჟიმისთვის თავის დარწევის საშუალებად ფუნქციონირება. რაც ადრე ფარუქსელად ჩანდა, ეხლა პირდაპირი სამიზნე გახდა საზღვაო ძალებისთვის. ეს პარალელური ფლოტი თეირანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური იარავია. მისი საშუალებით რეჟიმი ცდილობს ნავთობის გაყიდვას უცხოური დროშებით, არეულ მარშრუტებით და ძნელად დასადგენი კომპანიებით. მაგრამ არაბეთის ზღვაში განხორციელებული შემოწმება აჩვენებს, რომ ეს გზა უფრო ვიწრო გახდა.
გემი შეიძლება დროშას იცვლიდეს, შეიძლება მარშრუტს იცვლიდეს, შეიძლება ცდილობდეს დოკუმენტების დამალვას, მაგრამ მაინც დაუცველია, როცა ამერიკულ რადარზე ხვდება. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ოფნაც რეგიონში გაიზარდა. ამერიკული მედია საუბრობს ავიამზიდებზე, საწვავის შევსების თვითმფრინავებზე, სამხედრო სათვალთოებზე და საჰაერო ხიდზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ოპერაციების მხარდასაჭერად გამოიყენება. ეს თეთრ სახლს აძლევს მეტ შესაძლებლობას, შეინარჩუნოს ბლოკადა და უპასუხოს თუ ირანის ცდილობს ესკალაციას. ვაშინგტონი მხოლოდ მუქარით არ შემოიფარგლება, ის უკვე პოზიციონირებულია. სამხედრო სფეროში ამერიკულ მედიაში გავრცელებული შეფასებით, ირანს აღარ აქვს იგივე ძალა, რაც კონფლიქტის დასაწყისში ჰქონდა. განაცხადა, რომ სარაკეტო ქარხნები დაახლოებით 65% დაზიანდა და დრონების წარმოების შესაძლებლობა დაახლოებით 80-დან 82%-მდე შეიზღუდა. თუნდაც თეირანი შეეცადოს ამ სტრუქტურის ნაწილის აღდგენას, დარტყმა მისი მოქმედების არეალი შეამცირა. მიუხედავად ამისა, რეჟიმი მაინც საშიში დარჩა. თეირანს შეუძლია მეზობლებს დაემუქროს, რეგიონალური მოკავშირეები აამოქმედოს და არასტაბილურობა გამოიწვიოს, მაგრამ ახლა მას ერთდროულად რამდენიმე დონეზე ზეწოლა აქვს. ის ზარალობს ზღვაში, ექსპორტში, ფინანსებში, სამხედრო წარმოებასა და დიპლომატიაში. თეირანის მიერ წარდგენილი წინადადება არ აკმაყოფილებს ვაშინგტონის მთავარ მოთხოვნას და სწორედ ეს ინარჩუნებს ბლოკადას. ნავთობი ამ დაპირისპირების გულია. ამერიკის საზღვაო ძალებს სავარაუდოდ უკვე დაუბრუნებიათ ირანისთვის $1 მილიარდზე მეტი ნედლი ნავთობი. ეს ნავთობი ბაზარზე არ ხვდება, ის შემოსავალად არ იქცევა. არა, და ის არ ავსებს რეჟიმის ბიუჯეტს. როდესაც წარმოებას გასაღების ადგილი არ აქვს, პორტებზე ზეწოლა იზრდება, რეზერვუარები ივსება, კონტრაქტები საფრთხეშია და ენერგეტიკული ჯაჭვი იწყებს შეფერხებას. სწორედ ამიტომ გახდა სევანის სიმბოლო. ეკონომიკური ომი მხოლოდ განცხადებაში ნათქვამი ფრაზა აღარ არის და კონკრეტულ სახეს იღებს. რეალური გემი რეალურ მარშრუტზე იძულებულია დაბრუნდეს. თეირანისთვის ეს გაფრთხილება მძიმეა. პარალელურ ფლოტს შეიძლება თვალყური მიადევნონ, გააჩერონ და აიძულონ უკან დაიხიოს. და ყოველი უკან დახევა ამცირებს იმ მყიდველების ნდობას, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობენ ირანთან ფარულად ვაჭრობას. ირანის წინადადება ასევე აჩვენებს რეჟიმის სისუსტეს. თეირანის ზღვაზე შეღავათ სითხოს, მაგრამ არ სურს ბირთვულ საკითხზე დათმობა. სურს ჰორმუზის გახსნა, მაგრამ ცდილობს აირიდოს ის მოთხოვნა, რის გამოც ვაშინგტონმა გამკაცრა პოზიცია. სურს ნავთობის გაკიდვა, მაგრამ რეალურ შეზღუდვებს არ ეთანხმება. შეერთებული შტატებისთვის ეს აჩვენებს, რომ რეჟიმი ჯერ კიდევ ცდილობს დროის მოგებას და არა კრიზისის გადაჭრას. ვაშინგტონი ფიქრობს, რომ ეკონომიკური ზეწოლა შეიძლება აიძულოს გამოსავალი იპოვონ სახმელეთო შეჭრის გარეშე. პრიორიტეტია ბლოკადის შენარჩუნება, საჰაერო უპირატესობის დაცვა და ირანისთვის სწრაფად სამხედრო და ბირთვული შესაძლებლობების აღდგენის აღკვეთა. ამერიკული ჯარების ირანის ტერიტორიაზე შესვლა ძირითად გზად არ განიხილება. ყველაზე ძლიერი გეგმაა რეჟიმის დახშობა, სანამ ის მოლაპარაკებაზე დათანხმდება. მიუხედავად ამისა, ჩიხის ცენტრი კვლავ თეირანშია. სწორედ ირანის რეჟიმმა სცადა მნიშვნელოვანი მარშრუტის შანტაჟად გამოყენება. ეს იყო ირანის რეჟიმი, რომელმაც სცადა ჰორმუზის ბირთვული პროგრამისგან გამოყოფა. ეს იყო ირანის რეჟიმი, რომელმაც სანქციების თავიდან ასაცილებლად პარალელური ფლოტი შეინარჩუნა. ეხლა, სწორედ ამავე რეჟიმი გრძნობს უფრო მკაცრი და რთულად ასაცილებელი ამერიკული პასუხის წონას. საბოლოოდ ირანმა სცადა ჰორმუზში გლობალური ვაჭრობის დახშობა. შეერთებულმა შტატებმა კი უპასუხა იმ ფლოტის დახშობით, რომელიც თეირანს ამაგრებს. ყოველი შეჩერებული გემი ზრდის ირანის ფსონის ფასს და რეჟიმს რთული არჩევანის წინაშე აყენებს. დათანხმდეს რეალურ შეთანხმებას თუ გააგრძელოს სისხლდენა ზღვაში, ნავთობში და ბიუჯეტში. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო ალვეშის საზოგადოებაში.